აი მაგალითად, მინდა მოგწერო ეს სიტყვის ბრუნვები ან ფორმები. იმიტომ რომ ეს არის გრამატიკულად ზმნა. ვიცნობ, იცნობ, იცნობს. Okay? დღეს შორის ჩვენ დავამატებთ ჩვენ ზმნებს მესამე პირს. ის და ისინი. ამიტომ ახლა მოგწერ მთლიანად. ზმნა თავის საწყის ფორმაში არის conoscere. საწყისი ფორმა არის ის ფორმა, რომელსაც ხედავ ლექსიკონში. თუ შენ გინდა იცოდე, რას ნიშნავს იტალიურად სიტყვა გაცნობა, შენ ლექსიკონში მოძებნი გაცნობას. და რაც გამოვა, ეს იქნება conoscere. არ გამოვა აი უღლებები ან არ გამოვა ფორმები, ოღონდ გამოვა საწყისი ფორმა, როგორც ქართულში. მე ახლა შემიძლია ლექსიკონში დავწერო ვიცნობთ, რო გავიგო რას ნიშნავს, ხო? ლექსიკონში, არა თარჯიმანში. მაგრამ თუ გავიგო რას ნიშნავს, უნდა დავწერო გაცნობა, იმიტომ რომ გაცნობა არის საწყისი ფორმა ქართულშიც. conoscere. ამიტომ io conosco. Io conosco. Io conosco. Abagai მეორე. Ripeti. Tu conosci. Gai მეორე. ძალიან კარგი. Lui conosce. Gai მეორე. Ocha. Lei conosce. Lei conosce. Gai მეორე. Ripeti. ძალიან კარგი, ხოჭა. Noi conosciamo. Noi conosciamo. კიდევ ერთხელ მითხვი. Noi conosciamo. Gai მეორე? ძალიან კარგი. Voi conoscete. Voi conoscete.